რატომ არის კურო ყველაზე მეტად ჯიუტი ნიშანი, ყველაზე უფრო ჯიუტი. იმიტომ რომ რთულია კუროს გადარწმუნება, მე ვიტყოდი უფრო რომ აზრი არ აქვს არანაირი გადარწმუნებას. ძალიან ჯიუტი არის და ჯიუტი არის ასევე მიზნის მიღწევის მხრივაც. დროს ყოველთვის ასტროლოგები ყოველთვის აღნიშნავენ ამას, რომ კურო არის ძალიან მიზანმიმართული. თუ რამე მიზანს დაისახავს, მიდის ბოლომდე ამ მიზნისკენ, ნელი ნაბიჯებით უჭირს, მაგრამ მაინც მიდის ბოლომდე. ამის მიზეზი არის ის, რომ კურო შეიძლება ითქვას, რომ ორმაგად ფიქსირებული ნიშანია. ჯერ ერთი რომ ფიქსირებული ჯვარია და ფიქსირებული ჯვრის ნიშნები ყოველთვის უფრო გამოირჩევიან უფრო მეტი ფიქსირებულობით, ანუ იმით, რომ უფრო მეტად ჯიუტები არიან. აი ეს ლომი, მორიელი, მერწყული და კურო არიან ძალიან ფიქსირებულები, შესაბამისად ძალიან ჯიუტები არიან, არ რჩევიათ, ესე ვთქვათ, აზრის შეცვლა, შეხედულების შეცვლა, მიმართულების შეცვლა ცხოვრებაში. შესაბამისად ესეთი არის კუროც. მეორე მიზეზი ის არის, რომ კურო არის მიწისტიქია. მიწისტიქია განსაკუთრებით უფრო სტაბილურები არიან მიწისტიქიის ნიშნები, უფრო მეტად პრაქტიკულები არიან, უფრო მეტად მიზანდასახულები არიან და უფრო მეტად, ესე ვთქვათ, სტაბილური წინსვლა ახასიათებთ. არიან ინიციატორების და ამასთანავე არიან პრაქტიკულებიც. შესაბამისად, ორმაგად ფიქსირებული გამოდის კურო, ორმაგად მიზანდასახული და ორმაგად, ესე ვთქვათ, მობილიზებული იმ კონკრეტულ მიზანზე. შესაბამისად, ეს გამოიხატება დადებითად, თუ ადამიანი იქნება შედარებით მიზანდასახული მაგალითად კარიერაში, თუ საქმე ეხება კარიერას, თუ რუკა დამუშავებულია, თუ ადამიანი თვითგანვითარებას, ესე ვთქვათ, ეწევა ესეთ დროს, ეს სიჯიუტე მას გამოადგება, იმიტომ რომ არ გადაუხვევს გზიდან, მაგრამ თუ რუკა არის დაზიანებული და თუ სიჯიუტე გამოხატულია უფრო ხასიათში და ქცევებში, ესეთ დროს ესეთი ადამიანი არ უსმენს არავის რჩევას არ მოусმენს, არავის ნათქვამს არ გაითვალისწინებს, იქნება მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული და მხოლოდ თავისი ძალებით ეცდება წინსვლას, ან ქმედებები ზოგადად ექნება მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია ხასიათში, იმის გამო, რომ ექნება პრობლემები, იქნება უფრო შედარებით კონფლიქტური, იქნება უაზროდ ჯიუტი, როდესაც ელემენტარულს ეუბნები და არ გისმენს და არ უნდა გაგება. ამიტომ თვითონ რეალიზაცია იქნება განსხვავებული გამომდინარე რუკიდან, გამომდინარე იქიდან, რამდენად რუკა არის დამუშავებული ან რამდენად რუკა არის ძლიერი. ამიტომ თუ ვინმე გყავთ გვერდით კურო, აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა, კლასიკურ ნიშანებზე, ვისაც სტელიუმი ყავს, ვისაც დომინანტი ნიშანი ყავს კუროში, ასეთ შემთხვევაში ესეთი ადამიანის გადარწმუნებას აზრი არ აქვს.